მოგესალმებით. ყველა ჩემ გამომწერს და არა გამომწერებს, ვინც გადმოხვართ ჩემ ახსე და ნახავთ ჩემ ვიდეოებს და კონკრეტულად ნახავთ ამ ვიდეოსაც. და დღეს დიდი ხნის რჩევის მერე უпростоრად მქონდა განზრახვა, რომელიც სისხლში დიდი ხანი ვერ მომყავდა. ცოტა რაღაც პაუზის მერე, გამოტოვების მერე მე დღეს მინდა ვისაუბრო ესეთ ეზოთერულ თემაზე და ამ შემთხვევაში ვიმოგზაუროთ შუა მდინარეთში, კერძოდ დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე და ვისაუბრო ძველ ბაბილონელებზე, ელამელებზე, შუმერებზე, ასევე მიდიელებზე. ერთ სიტყვით იმ ხალხებზე მინდა ვისაუბრო, რომლებიც ცხოვრობდნენ მდინარეების ტიგროსის და ევფრატის შუა დინებაში და შუა წელში. და აი ამ დელტაში, სადაც ტიგროსი და ევფრატი მიედინებოდა და ქმნიდა ნოყიერ სამიწათმოქმედო გარემოს ძალიან კარგ პირობებს და მინდა ვისაუბრო ამ ხალხების რელიგიაზე და კონკრეტულად იმაზე, თუ რა იყო ზიკურათი, ეს ძველი ბაბილონური და შუმერული ტრადიციის მიხედვით აგებული ტაძარი და საერთოდ თითქმის მთლიანად პირამიდისეული და ნახევრად პირამიდისეული წყობით მაინც და მაინც რატო იყო, რომ ანტიკურ სამყაროშიც და კიდევ უფრო ცოტა ძველათაც ეს ხალხები და ეს ადამიანები ნაშენებდნენ ამ კონკრეტულ ტაძრებს. არის ორი სტილი იყო, რა თქმა უნდა. ერთში იყო ესა, ერთი ნაწილია სტანდარტული სატაძრო კომპლექსის, რომელიც არაპირამიდულია და აშენებდნენ ფინიკიაში, ევროპის სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შორის ჩვენთანაც საქართველოშიც, ჩრდილოეთში, რუსეთის ტერიტორიაზე და არის მეორე ნაწილი ამ ტაძრების, მეორენაირი კონსტრუქციის ტაძრები, რომელიც არის პირამიდისებური ან ნახევრად პირამიდისებური, რომლებიც გვხვდება მეზოამერიკაში, ინდიელების საცხოვრის ტერიტორიებზე, სადაც ისინი აგებდნენ პირამიდებს. ასევე ჩინეთის ტერიტორიაზეც არის აღმოჩენილი. ინდოეთის კონკრეტულ რაღაც სხვადასხვა ტერიტორიების ნაწილში, რა თქმა უნდა, ეგვიპტეში, აფრიკის, ცენტრალური აფრიკის სხვათა შორის თქვენ წარმოიდგინეთ და ჩრდილოეთ აფრიკის კონკრეტულ ტერიტორიაზე და რა თქმა უნდა შუამდინარეთში. ეხლა დავიწყოთ იმით, რომ შუამდინარული კულტურა, კერძოდ შუმერული კულტურა და არ უნდა შეგვეშალოს შუმერული კულტურა, არ უნდა აგვერიოს ბაბილონელების კულტურასთან, ან ასირიელების კულტურასთან, იგივე ასურელების კულტურასთან, ან თუნდაც ელამელების კულტურასთან. ბაბილონელები თვითყოფადი, შუმერები თვითყოფადი ხალხი იყო და ისინი არც სემიტურ ჯგუფებს, სემიტური ხალხების ჯგუფებს არ მიეკუთვნებოდნენ და დღემდე ბოლომდე არ არის აღმოჩენილი და არ არის გაშიფრული ეს ხალხი საიდან მოვიდა შუამდინარეთის ტერიტორიაზე და სად დასახლდა, და როგორ დასახლდა და ასევე არ უნდა აგვერიოს შუმერელები არც ბაბილონის ძველ სამეფოში, არც ბაბილონის შუა სამეფოში, არც ბაბილონის ახალ სამეფოში და ასევე აქადელებშიც არ უნდა აგვერიოს. არ უნდა შევთავაზოთ იმაზე, რომ არ უნდა აგვერიოს სემიტებში, არ უნდა აგვერიოს აქადელებში და არ უნდა აგვერიოს შემდეგ სხვა ხალხებში, რომლებიც სხვადასხვა დროს არ ტყავდნენ ამ შუმერულ სამხრეთში არსებულ შუმერულ ქალაქ სახელმწიფოებს. ასევე მინდა გითხრათ ისიც, რომ შუმერების შუმერების ქალაქ სახელმწიფოებმა ერთიან ძლიერ ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება და გაერთიანება ვერ მოახერხა. რატომღაც? კი, არის ცნობები იმის შესახებ შემორჩენილი, რომ იყვნენ ძლიერი ქალაქები, რომლებიც რაღაც ქალაქების პატარა ნაწილს თავის გარშემო აერთიანებდნენ და შედარებით ძლიერ სახელმწიფო სისტემას ქმნიდნენ ხოლმე, მაგრამ
ერთიან სახელმწიფოთ ამერმა ვერ მოახერხა ჩამოყალიბება და ისინი ხდებოდნენ ხან ჩრდილოეთიდან შემოსული გუთიების შედარებით განვითარების დაბალ დონეზე მყოფი ტომების დარტყმის ქვეშ მე საერთოდ ბაბილონმა რომელმაც იყო მილიტარისტული სახელმწიფო მთლიანად მოახერხა ამ ქალაქების დაპყრობა და გაერთიანება, ნუ ასურელებმა საერთოდ მე კი არა დღევანდელი ხმელთაშუა ზღვისპირეთის ტერიტორიაზე არსებული ტერიტორიების დაიპყრეს და შეიერთეს და ნუ აქადელებმაც, რა თქმა უნდა, აქადური ტომებით დასახლებული მიწებით ზოგჯერ დომინაციის პერიოდში ძლიერდებოდნენ ხოლმე და ნაწილი ქალაქებისა, შუმერების ქალაქების, რომლებსაც ნუ არ იყო ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი ცნობები, რომ მეფეები მართავდნენ, იპყრობდნენ და დროებით ანექსირებას მაინც უკეთებდნენ. ეხლა დავიწყოთ იმით, რომ სიტყვა ზიკურათი არის ძველბაბილონური სიტყვა და გულისხმობს რაღაცა შემაღლებას. ეს იქნება ხელოვნური შემაღლება თუ ბუნებრივი შემაღლება თითქმის ორივე დონეზე, ანუ ორივე აზრობრივი დატვირთვით თითქმის ერთი და იგივეა და ნიშნავს შემაღლებას. ზიკურათებს როგორც აშენებდნენ შუმერები, ასევე აშენებდნენ ასურეთში, ასევე აშენებდნენ ბაბილონში და ასევე აშენებდნენ ელამშიც. ნუ ეს ახალმა სიტყვამ გაიჟღერა და ელამელებიც არიან დღევანდელი ირანის და თითქმის ტიგროსის და ეფრატის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები ადამიანები, რომლიდანაც პირველი სპარსეთის ტერიტორიაზე არსებული მიდიური სახელმწიფო ძლიერდება. სანამდე მანამ შეიქმნებოდა სასაინდური სპარსეთი. ამ ტაძრებს, ზიკურათებს უგებდნენ მთავარ ღვთაებებს, რა თქმა უნდა, ძირითადად ღვთაებებისთვის იყო და ქონდა ძირითად მომენტში ქონდა ხოლმე ორი გვერდითი ეზო და ცენტრალურ ეზოში ამ ორი გვერდითი ეზოდან იდგა ხოლმე მთავარი ღვთაების გამოსახულება. თვითონ თავად ზიკურათი ხშირ შემთხვევაში ორი სტილის ზიკურათი იყო და წარმოადგენდა ერთმანეთზე დალაგებულ წარკვეთილი პირამიდების კიბეს და სუზედა ნაწილში ზოგჯერ იყო ხოლმე სამლოცველო. ორი სახის და ტიპის ზიკურათი შეიძლებოდა რომ შევხედროდა, ერთი იყო ტერასებად, საფეხურებად განლაგებული 7 და 8 ტერასიანი და ორნაწილიანი ძირითადი კიბით, რომელიც სტუაში შედიოდა და სამლოცველომდე ადიოდა და იყო ორი ფენა, დიდი და მერე პატარა ფენა და მესამე ნაწილი სამლოცველო უკვე. ბიბლიის კვლევარებიც კი თქვენ წარმოიდგინეთ და იმ სემიტი ხალხების დიდი ნაწილი, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიდა და მოსახლეობდა უკვე მე-3-2 წლეულში, ნუ შუმერული ცივილიზაცია ასევე მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ზოგადად აღიქვამდა მე-5000 წლეულში იყო და ყველაზე ძველი ცივილიზაცია ეგვიპტურთან ერთად. პირველი ნომარქები ეგვიპტეში ჩხვდებიან სადღაც 5000 წლის უკან და ასევე პირველი ქალაქ-სახელმწიფოები, მაგალითად ური, ოღონდ ქალდეველთა ურია და მთლიანად წმინდა შუმერული ნაწილი არ არის, იქ თანაბრად სემიტები ცხოვრობდნენ და შუმერები და ქალდეველებიც. ური და აქადი ყოველ შემთხვევაში შუმერული ორიძიერი ქალაქის დაახლოებით 5000 წლის წინ უკვე ჩანს, რომ ბრინჯაოს ხანიდან, უпростоრად ქვის ხანიდან და სპილენძის ხანიდან ბრინჯაოს ხანაზე გადადიან და აკეთებენ ძლიერ ცენტრალიზებულ სახელმწიფოს. ნუ რა გვაჩუქეს კიდევ რა თქმა უნდა ზიკურათების გარდა ამასაც ორი სიტყვით შევეხები, შუმერებმა გვაჩუქეს დამწერლობა, თვლითი სისტემა და ძლიერები იყვნენ ასევე ასტროლოგიაში. ასევე პირველი ასე როგორ ვთქვათ, პირველი ტექსტობრივი ინფორმაციები, რომლებიც იყო პროზაულის და მხატვრული ნაწარმოებებიც შუმერულ ლურსმულ ნაწარმოებებში გვხვდება. დღესდღეობით ყველაზე ცნობილი ზიკურათი, რაც შემორჩენილია და ნუ ერაყის ტერიტორიაზე წინა წლების განმავლობაში საშინელებები რაც მოხდა, ნუ იცით, სუომი მიდიოდა ფაქტიურად და ამ საომარმა ბატალიებმა ძალიან ბევრი ღირებული რაღაც გაანადგურა და ერაყის ქვიშის ქვეშ დამარხა და შემორჩენილია რაც ფაქტიურად გუთიელების და აქადელების თავდასხმის ვერ გადაურჩა მე-20 და 21 საუკუნეში ერაყის ტერიტორიაზე წარმოებულ ულმობელ ბრძოლებს და რაღაც საშინელებებს. და ანუ ეს აღდგენილი ზიკურათი რაც არის ერაყის ტერიტორიაზე, დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე არის ურის ზიკურათი. ურის ზიკურათია შემორჩენილი და ანუ რასაც ვიზახდი ბიბლიის მკვლევარებიც
პოულობენ გარკვეულ კავშირს ბაბილონის გოდოლის მშენებლობასა და შუამდინარეთის ყველაზე მაღალ ზიკურათებს შორის. ფაქტიურად ბაბილონის გოდოლიც სპირალისებური გოდოლი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო აი ამ ზიკურათის მაგვარი სატაძრო კომპლექსის წინასახე რა, უბრალოდ დიდი ზიკურათი რო წარმოვიდგინოთ, ძალიან გრძელი ზიკურათი, რომელიც წვერიც იდეაში ეს ბრწყალებში შეიძლება რომ ცამდე ასულიყო, ხო? ცოტა გვიანდელ ხანაში უკვე სადღაც 1502 ძველი წელთაღრიცხვით 1500-დან მე-1000 წლებში, პირველ 1000 წლებში ზიკურათებმა ძირითადად უფრო რელიგიური დატვირთვა აღარ ჰქონდათ და შეიძინა უფრო ადმინისტრაციული და საარქივო დანიშნულება შეიძინა, იმიტომ რომ აქ ძირითადად რაღაცა რელიგიური მისტერიები აღარ აღესრულებოდა და უფრო ინახავდნენ ბიბლიოთეკას და რაღაც ადმინისტრაციულ დოკუმენტაციის საწარმოებლად იყენებდნენ და სამეცნიერო დანიშნულებით იყენებდნენ ამ ზიკურათებს. ეხლა რაც შეეხება კლასიფიკაციას, ვისთვის აშენებდნენ ზუსტად და რომელი თავისი ღმერთისთვის აშენებდნენ. მაგალითად, შუმერები ზიკურათებს აშენებდნენ ენქისთვის, რომელიც იყო ზეცის ღვთაება და ელილისთვის, რომელიც იყო წყლის ღვთაება და ეს ორი უდიდესი ღვთაება იყო შუმერულ პანთეონში, რომლებიც სამყაროს პირველი შუმერული ეპოსის მიხედვით სამყაროს შესაქმის პერიოდში შუმერებისეული სამყაროს შესაქმის პერიოდში ჩამოყალიბდნენ და ზეცა გაიყო ცისგან და იქ თქმულება გილგამეშია და ძალიან ბევრი ღირებული ნაწარმოებია იმ ლურსმურთიხის ფირფიტებზე, რომლების გაშიფროს დღემდე ხდება და გეორგ ფრიდრიხ როტეფენმა გაშიფრა თუ არ ვცდები 1801 წელს თუ არ ვცდები ეს პირველი 1817 წელს დაახლოებით აღარ მახსოვს ზუსტად ეს პირველი ლურსმული დამწერლობა და ლურსმული ნაწარმოებები. რაც შეეხება მეორე ძველ ერს შუმერებთან ერთად შუამდინარეთზე ვინც ახლობდა იყვნენ ბაბილონელები და ასევე ბაბილონელები ზიკურათებს უშენებდნენ შემდეგი თავისი სახის ღვთაებებს. დაახლოებით უნდა ვიცოდეთ, რომ ბაბილონელებს თავისი ღმერთები ძალიან დიდი ღმერთები იყვნენ და ძალიან ძველი ღმერთები ყავდათ, ასევე და მათ მიერ აღმოჩენილი პლანეტების, მზის სისტემის პლანეტების სახელებში ეს ეტყვისებოდა ამ ღვთაებების სახელების და კონკრეტული ძალმოსილებაც ამ ღვთაებების გაიგივებული იყო მზის სისტემაში შემავალ პლანეტებთან. მაგალითად, ნინერტა იყო სატურნი, რომელსაც უშენებდნენ ზიკურათებს, მერკური იყო ნაბითუ, თუ ნიბირუ დაახლოებით ესეთი სახელი ერქვა. იშთარი ყველაზე ძველი ღმერთი და მდედრობითი სქესის ქალღმერთი, რომელიც იყო პლანეტა ვენერა, მარდუქი იყო იუპიტერი, ნერგალი იყო მარსი და შამაში იყო მზე. ალბათ დამეთანხმებით, რომ ზოგიერთ ნაწილს ადამიანებისას თქვენ ეს სახელები არ არის გამორიცხული, რომ ყურში მოხვდეთ, ნაცნობი სახელებია და ხშირად ხდება ხოლმე ეს სახელები და იგივდება შუმერების ღმერთების პანთეონთან, მაგრამ ეს ისე არ არის. შუმერებს ყავდათ საერთოდ სხვა ღმერთის პანთეონი და ეს დანარჩენი ღმერთების ნაწილი, აი ეს იყო სემიტური ხალხების, შუამდინარეთში მცხოვრები სემიტური ხალხების წარმართული ღმერთთა და პანთეონი იყო. და კერძოდ ბაბილონელების და ეს არ შეიძლება შეცდომა იქნება, რომ შუმერებს მივაწეროთ კონკრეტულად ამ ღმერთების არსებობა და შუმერულ ღმერთთა პანთეონს მივაწეროთ. უშუალოდ კონსტრუქციას ზიკურათისას აგებდნენ გამომწვარი თიხის აგურით, რომელიც ესე უხვად იყო იქ ალიზით და სელით და შემდეგ უკვე თუ წდებოდა ან შლას იწყებდა კედლებს გარკვეული დროის განმავლობაში და გარკვეული დროის მანძილზე აღადგენდნენ ხოლმე და ისევ ლესავდნენ და იყენებდნენ გამოუწვევნედლ ნავთობს. ასევე უკეთ დასაკავშირებლად კედლების უკეთ დასაკავშირებლად ერთმანეთთან. და ასევე შეიძლება ითქვას ისიც, რომ
ეს ზიგურათები სხვა მაგალითად ეგვიპტის პირამიდების ან ინდიელების ან ჩინური პირამიდებისგან განსხვავებით ესა ძალიან გარკვეული დროის მანძილზე და ძალიან ხშირადაც საჭიროებდა ხოლმე აღდგენას რესტავრაციას, იმიტომ რომ შედარებით უფრო სუსტი საშენი მასალით შენდებოდა. დღეს სულ ეს იყო მეგობრებო, რაც მინდოდა ამ ზიგურათებთან დაკავშირებით მეთქვა. ყველას ბედნიერი შობა და ახალი წელი. მადლობას მოგიხდით თუ გამოიწერთ ახს, დამიტოვებთ გამოხმაურების ვიდეოებზე. თამაშის ვიდეოები ძალიან მალე დაიწყება და ახალ კარგ სტრატეგიულ კამპანიას გეგმავ. ძალიან საინტერესო თამაშით, რა თქმა უნდა, მე ნახავთ და ყველას დროებით, ყველას ყველაფერი საუკეთესო. მადლობა, ვინც ამ ვიდეოს ნახავთ და დამიწერთ გამოხმაურებებს, კარგად იყავით.